ნიკა მელიას ყაჩაღური წესებით გატაცების სპეცოპერაცია და ამ დრომდე პასუხგაუცემელი კითხვები. რა აუცილებლობა არსებობდა, რის გამოც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სასამართლომდე რამდენიმე საათით ადრე გაიტაცეს და დააკავეს. პირველები დილიდან ცდილობს ამ კითხვაზე იმ პოლიციელებისგან მიიღოს პასუხები, ვინც უშუალოდ იყო ჩართული მელიას დაკავებაში. პასუხები ვერ მივიღეთ, ფაქტები ასე გამოიყურება. მელია ამბობს, რომ მას 150-მდე პოლიციელი გვიან ჩაუსაფრდა, მანქანაში ჩატენეს, ტელეფონი წაართვეს და ვიდეოს თავად უღებდნენ. მელიას რჩება განცდა, რომ ამ მომენტში პოლიციელები დავალებებს უშუალოდ ზემდგომი პირებისგან იღებდნენ და მისი დაკავების სამსახურ კადრებს სწრაფ რეჟიმში მათთან გზავნიდნენ. გომელაურის ადგილმონაცვლის უწყებაში დღეს ჩვენს დასმულ კითხვებს უპასუხოდ გაურბიან და თავს იმართლებენ. ბატონ მელიას მოსატაცებელი არაფერი აქვს ნამდვილად. რა ვიცი, რაზე აქვს მას პრეტენზიები, მაგრამ ეს არ არის ის ტერმინი, რომელთაც მან შეიძლება ისაუბროს. ის იქნა დაკავებული ადმინისტრაციული წესით. რა ვიცი, ეს არაფერში არ აინტერესებდა, მით უმეტეს, რომ მას მოგვიანებით მოუწია წინასწარი პატიმრობის შეფარდებაც, ხო? კანონს ვინც დაარღვევს, ყველას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე. მან პატივი არსა საქართველოს პარლამენტს, არ მივიდა საგამოძიებო კომისიაში და ახსოვდა კანონი მის მიმართ. ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ კანონის უპატივცემულობა დაიშება, რა თქმა უნდა, შესაბამისი წესით. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. კაცი იმუქრებოდა, რომ გამაგრდებოდა, ვერ დაიჭერდნენ, სხვა ვერსიებს აყალიბებდა, რომ როგორ გამაგრებულიყო და აქ ახლომახლო რომ არის ალამუთის ციხე ეგრეთ წოდებული, როგორც შეარქვეს თავად მათ უკვე ყოფილი ნაცების ოფისი მაშინდელი სცენარის არ იყოს, ის აპირებდა რომ გამაგრებულიყო თავის ოფისში და წინა დღეს გამოვიდა დასეირნობდა ქალაქში და შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. ახლა თავი დააჭერინა კაცმა და უნდათ გადაიტანოთ სხვაზე. წარმოუდგენელი ამბავია. მდაბიო პიარ კამპანია წარმოა და თავი დააჭერინა გადაჭარბების გარეშე. როდესაც ნიკა მელია დააკავეს, თქვენი კოლეგები მას ვიდეოს უღებდნენ და ვისთვის იყო ეს ვიდეო? გელაძისთვის უნდა ეჩვენებინათ? თქვენც ნახეთ ნიკა მელიას ვიდეო, რომელიც დაკავების ავტომობილში გადაუღეს? ხო მისთვის გადაიღეს, რომ ეჩვენებინათ თქვენთვის მაღალჩინოსნებისთვის. ორი წამი. თქვენ ნახეთ ეს ვიდეო ბატონო? არ მინახია ვერ. რას ამსახურებოდა მისი ეს გატაცება და დაკავება? თქვენ იღებდით მონაწილეობას ნიკა მელიას გატაცებაში და გითხარით მეტი დეტალი. მე გუშინაც უთხარი თქვენს კოლეგას, რომ ჯერ არასწორი კითხვა გატაცება არის არასწორი, ჩვენ დავაკავეთ. რასთან დაკავშირებით? გაარღვია ადმინისტრაციული წესით დააკავეთ და რაში გამოიხატა დარღვევა, რა გააკეთა? მაგას პოლიციის თანამშრომლები, ჩემი თანამშრომლები მოახსენებენ სასამართლოს, როცა ჩატარდება შესაბამისი პროცესი.